ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური პრაქტიკულად არის 24 საათიან რეჟიმზე გადასული. დაახლოებით 500-მდე თანამშრომელი, 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებს როგორც თოვლისაგან გაწმენდით სამუშაოებს, ასევე ხელმცენარეები გვაქვს დაზიანებული, დაახლოებით 80-მდე ხელმცენარე არის ქალაქში დაზიანებული. იყო რიგი შეზღუდვები და გამოწვევები ენერგო მიმართულებითაც, ბუნებრივი აირი უშინდელი დღის მონაცემებით სრულად არის აღდგენილი 18,000 აბონენტამდე არ მიეწოდებოდა წყალი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო და დღის მდგომარეობით უკვე დილიდან აღდგენილია მაქსიმალურად წყლის მიწოდება ჩვენს თანამოქალაქეებზე, გრძელდება გზის თოვლისაფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები, რაც მთავარი არის სინოპტიკოსების ინფორმაციით ნარჩუნდება უამინდობა ზღვისპირა ზოლში და მოუწოდებს ჩვენს თანამოქალაქეებს განსაკუთრებით საშტორმო მდგომარეობა არის ზღვისპირა ზოლში გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ მომდევნო დღეების განმავლობაში მუნიციპალური სპეცტექნიკა ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ეს იქნება კეთილმოწყობა, სერვისების სააგენტო, გამწვანების სამსახური, ბათუმის წყალი და ყველა შესაბამისი სამსახური არის სრულ გზაფხულში.